უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას განაცხადა, რომ ეს არის დიდი დღე, რადგან ბალტიის ქვეყნები საბჭოთა დროინდელ ენერგოქსელს გამოეთიშნენ და ევროპის ქსელზე გადავიდნენ. პროცესი საბჭოთა კავშირის დაშლიდან 30 წელიწადზე მეტხანს მიმდინარეობდა. ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ლიდერების აზრით, ამ ნაბიჯს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ამ ნაბიჯით ბალტიის ქვეყნები საბოლოოდ წყვეტენ კავშირს რუსეთთან. მათი ენერგეტიკული სისტემები ახლა სრულად სინქრონიზებულია ევროპის კონტინენტურ სისტემასთან. უკრაინამ ეს უკვე გააკეთა 2022 წელს. ახლა ბალტიის ქვეყნებიც გათავისუფლდნენ რუსეთზე დამოკიდებულებისგან. მოსკოვი ვეღარ გამოიყენებს ენერგიას, როგორც იარაღს ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ. ყველა გადამცემი ხაზი ბალტიისპირეთსა და რუსეთს, ბელარუსსა და რუსეთის კალინინგრადს შორის სათითაოდ გაითიშა. ბალტიისპირეთის ენერგოსისტემა ევროპულ ენერგოქსელს, ფინეთის, შვედეთისა და პოლონეთის მეშვეობით შეუერთდა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ეს ცვლილება მხოლოდ ენერგიას არ ეხება, მას ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ეს უკავშირდება ევროინტეგრაციას, ევროპულ სუვერენიტეტს და ადასტურებს იმას, რომ როდესაც ჩვენ გავერთიანდებით, მთების დაძროსაც შევძლებთ. მიუმართავ ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთს. თქვენ ხართ ევროპის გულში. თქვენ დაუღალავად იმუშავეთ, რომ აქამდე მოსულიყავით და დღეს მთელი ევროპა თქვენთან ერთად ზეიმობს. ნატოს წევრ ბალტიისპირეთის ქვეყნებს 1990 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რთული ურთიერთობა აქვს რუსეთთან. ვითარება უფრო მეტად მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2022 წელს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მაღალი ძაბვის 16 გადამცემი ხაზი, რომლებიც ბალტიისპირეთის ქვეყნებს რუსეთთან და ბელარუსთან აკავშირებდა, თანდათანობით გაითიშა. აშენდა ახალი ქსელი, რომელმაც ისინი ევროპის სხვა ქვეყნებთან დააკავშირა. ბალტიისპირეთის სამმა ქვეყანამ მოსკოვსა და მინსკს გათიშვის გეგმის შესახებ 2024 წელს აცნობა, რათა თავიდან აეცილებინათ რუსეთის აგრესიული რეაქცია.